მოგესალმებით. 2 ივნის სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის კიდევ ერთი მოლაპარაკების რაუნდი გაიმართა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს მისასალმებელია. ყოველთვის კარგია, როდესაც ორი დაპირისპირებული მხარე საუბრობს, მაგრამ მეორეა ის, თუ რამდენად არის ეს საუბარი შედეგზე ორიენტირებული და ხომ არ ემსახურება მოლაპარაკება ისევ ვითარების გაჭიანურებას და ომის გაგრძელების მცდელობას. ეს კითხვა სტამბოლის განახლებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. როგორც ჩანს, ოპერაციის ავტორებს გათვლა ჰქონდათ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბური შეტევის შემდეგ რუსული მხარე თავად იტყოდა უარს სტამბოლში ჩასვლასა და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა ასე არ მოხდა. მოლაპარაკებები მაინც გაიმართა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განსაკუთრებულმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმა განაცხადა, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა. ომის შემდგომი ესკალაცია და სამშვიდობო პროცესის ჩაშლა გლობალური ომის პარტიის მიზანია და როგორც ჩანს მოლაპარაკებების წინ უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული შეტევის მიზანიც ეს იყო. გლობალური დიპ სტეითის მიერ მართული ბრიუსელის ბიუროკრატიის ინტერესისადმი ომის გაგრძელებაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატები არ უჭერენ მხარს შტატების სამშვიდობო გეგმას და მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ გააგრძელოს ომი. შესაბამისად, გლობალური ომის პარტიის ინტერესი უკრაინის ომში არსად არ წასულა. გავიხსენოთ მარკო რუბიოს განცხადებას. ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაციიდან დაბრუნებულმა სახელმწიფო მდივანმა ევროპაში არსებული ვითარება მოკლედ აღწერად და ღიად და საჯაროდ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მშვიდობის დამყარებაზე მუშაობს. ევროპელი ლიდერები კი ომის გაგრძელებას ცდილობენ. ამის საბუთად ერთ-ერთ კარდინალთან საუბარი მოიყვანა. დღეს უკვე აშკარა მოცემულობაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ბრიუსელის ბიუროკრატია უკრაინასთან დაკავშირებით ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. მეტიც, ტრამპის ადმინისტრაცია თავად შტატებში მყოფი იმ პოლიტიკოსების ჯგუფთანაც არის დაპირისპირებული, რომელიც დიპ სტეითის დაკვეთით უკრაინაში ომის გახანგრძლივებით არის დაინტერესებული. რაც შეეხება ევროკრატებს, მათაც თავისი ინტერესები აქვთ. გლობალური ომის პარტია მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ხარჯზე ევროკავშირი და წევრი ქვეყნები სესხებისა და ვალების მარყულში მაქსიმალურად გაეხვიონ. ამისთვის ბრიუსელის ბიუროკრატია ძალღონეს არიშურებს და ამტკიცებენ სხვადასხვა გეგმებს, რომელსაც ხან ევროპის გადაიარაღების გეგმას უწოდებენ და ხან უსაფრთხოების გეგმებს. მაისის ბოლოს ევროკავშირმა დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვით ევროპის გადაიარაღებისთვის ევროკავშირი პირველ ეტაპზე 150 მილიარდ ევროს ისესხებს. ევროკავშირში შეიქმნება ფონდი, რომელიც ევროკავშირის საკრედიტო შესაძლებლობების გამოყენებით მოიზიდავს სესხს და შემდეგ გადასცემს იმ წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვისთვის თანხას მოითხოვენ. ამ გეგმაში უკრაინაც მიიღებს მონაწილეობას და დიდი ბრიტანეთიც. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ გერმანიის ახალი კანცლერი წინასთან შედარებით ბევრად უფრო ომის მსურველი აღმოჩნდა. ფრიდრიხ მერცმა ვლადიმერ ზელენსკის ცოტა ხნის წინ ბერლინში უმასპინძლა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ რუსტემ უმეროვმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოების დაფინანსების შესახებ. გერმანია კიევს 5 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების სახით გადასცემს და ასევე დაეხმარება შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოებაში. უკრაინის ომის ფორსირებისა და გახანგრძლივების გეგმას ბრიუსელის ბიუროკრატიის გამოყენებით გლობალური ომის პარტია უდგას სათავეში. დიპ სტეითი მსოფლიოში იმ ბალანსის შენარჩუნებაზე მუშაობს, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებობდა. ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, სადაც შტატები მსოფლიო ჟანდარმია, ევროკავშირი მისი უმცროსი ლეიტენანტი, ორივე მათგანი კი დიპ სტეითის მარიონეტი. დღევანდელი შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ხედვები ამ მიდგომას ყოველი შემთხვევისთვის საჯარო განცხადებების დონეზე ეწინააღმდეგება. გავიხსენოთ რუბიოს განცხადება იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის პროქსი ომი რუსეთსა და შტატებს შორის. ანუ შტატები რუსეთს ებრძოდა უკრაინის გამოყენებით. ეს მიმართულება დონალდ ტრამპის განსაკუთრებულმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა კიდევ ერთხელ გაშალა და უკრაინის ომი ხელახლა მოიხსენია პროქსი ომად. უბრალოდ მან პროქსი ომში მხარედ უკვე ევროპის ქვეყნები დაასახელა.
რუბიოს ეკუთვნის იმის აღიარება, რომ შეცდომა იყო ისეთი არარეალისტური აზრის დამკვიდრება, რაც ომში უკრაინის გამარჯვებაა. მით უმეტეს, არც ომის დაწყებისას და არც ახლა ნორმალურად არავინ იცოდა, რას ნიშნავს ეს გამარჯვება. ამიტომ საჭიროა, რომ შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც შეესაბამება მათ ეროვნულ ინტერესებს. ეს არის რუბიოს მიერ გაჟღერებული ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს ნამდვილად შეესაბამება, ისევე როგორც ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ნატოს გაფართოვებისადმი. კიტ კელოგი შემთხვევით არ აცხადებდა, რომ სავსებით გასაგებია რუსეთის შეშფოთება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვებასთან დაკავშირებით და წინააღმდეგობა მასში სამი ქვეყნის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესვლაზე. აქედან გამომდინარე, ნატოს გაფართოვების პროცესის შეწყვეტის განხილვა შესაძლებელია. ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ წარსულს ჩააბარა ის ისტერია, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დაამარცხონ და უკრაინის მხარდამჭერები იქნებიან მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს პოზიციები ბუნებრივია დახურულ კარს მიღმა, მაგრამ აშკარად დაუპირისპირდა ერთმანეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე. სტამბოლის მოლაპარაკებების მეორე რაუნდისა და მხარეების პირობებზე ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. მიმდინარე წლის 2 ივნის სტამბოლში რუსულ-უკრაინული დელეგაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩირაანის სასახლეში შედგა. უკრაინის ომი დასრულებისგან ძალიან შორსაა. დელეგაციების წევრების სახეების დიდი ენთუზიაზმის ნიშნებს არ იძლეოდა და შეხვედრის დაწყებამდე პროტოკოლური გადაღებისას სრული სიჩუმეს უფევდა. მოლაპარაკებების დაწყებამდე ზუსტად 1 დღით ადრე უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული სამხედრო ოპერაციები განახორციელა. 1 ივნის უკრაინულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებით ბირთვული იარაღის გადატანის ფუნქციის მქონე ბომბდამშენები გაანადგურეს. 4 სხვადასხვა რუსულ აეროდრომს დისტანციური მართვითი და უამრავი დრონით შეუტიეს. უკრაინელები აცხადებდნენ, რომ 41 ასეთი თვითმფრინავი გაანადგურეს, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ 10-მდე ბომბდამშენის დაზიანება დასტურდება. ამ მასირებულმა სპეცოპერაციამ, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა და განახორციელა, აბლაბუდას მეტსახელი მიიღო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ იერიში მიიტანა ასევე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რამდენიმე საზღვრის მიმდებარე ქალაქში ხიდები ააფეთქა. ბრიანსკში აფეთქებული ხიდი მის ქვევით გამავალ სამგზავრო მატარებელზე ჩამოინგრა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. ისინი სამოქალაქო პირები იყვნენ. უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევა ომის ესკალაციის რისკები გაზარდა. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების წინ ასეთი მასშტაბური ოპერაციის განხორციელება ცხადია მიმართული იყო სამშვიდობო პროცესის ჩაშლისკენ. როგორც ჩანს, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის დამგეგმავებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსული მხარე უარს იტყოდა სტამბოლში ჩასვლაზე და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. გლობალური ომის პარტიის გეგმას, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ომი უკრაინის ტერიტორიაზე, ცხადია ხელს სწორედ ტრამპის მიერ დაწყებული სამშვიდობო მცდელობები უშლის. ამიტომაც გლობალური დიპსტეიტი ახლა სწორედ სამშვიდობო პროცესის შეჩერებას ცდილობს, როგორც ეს 2022 წელს მოხდა სტამბოლში. რუსულ-უკრაინულმა შეხვედრამ სულ რაღაც 1 საათს გასტანა. მოლაპარაკებების წინა რაუნდისგან განსხვავებით, უკრაინელებს რუსებთან საურთიერთოდ თარჯიმანი უკვე აღარ მოუთხოვიათ და როგორც ირკვევა, შეხვედრა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. თუმცა ისევე როგორც მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, შეთანხმება მხოლოდ ტყვეთა და დაჭრილი ჯარისკაცების გაცვლაზე შედგა. შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე უკრაინელი ბავშვების ეტაპობრივი დაბრუნება. სტამბოლის შეხვედრა პირწმინდად ჰუმანიტარული ხასიათის იყო და ომის დამთავრებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებელ ჯგუფში ასევე შედიოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუსინი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო. უკრაინულ მხარეს კი თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი მეთაურობდა. ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბევზი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა და სხვა მაღალჩინოსნები. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე უკრაინელი ჩინოვნიკი, ვინც წინაჯერზე დელეგაციის წევრი იყო, ამჯერად სხვა პირებით იქნენ ჩანაცვლებული. როგორც ჩანს, ზელენსკის გუნდში ნდობის პრობლემაა. ომის დამთავრების თაობაზე როგორც უკრაინელებმა, ასევე რუსებმა მემორანდუმის საკუთარი ვერსიები წარადგინეს.
რუსული ვერსია საკმაოდ პროგნოზირებადი იყო. სხვადასხვა მედია საშუალებებმა ტექსტის დრაფტი გამოაქვეყნეს. ძირითადი პუნქტები შემდეგნაირად ჟღერს. რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიის, ხერსონის ოლქების და ყირიმის როგორც რუსეთის ნაწილად ცნობა. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და უარი ნებისმიერ სამხედრო კავშირში გაერთიანების შესახებ. ასევე მესამე სახელმწიფოების მიერ უკრაინაში სამხედრო აქტივობის და შეიარაღებული კონტინგენტის განთავსების აკრძალვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის და სამხედრო არსენალის თაობაზე ლიმიტების დაწესება. ნაციონალისტური ფორმირებების დაშლა ეროვნულ გვარდიაში და შეიარაღებულ ძალებში. რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების სრული უზრუნველყოფა და რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება. ნაციზმის და ნეონაციზმის საკანონმდებლო აკრძალვა, ასევე ნეონაცისტური პარტიების და ორგანიზაციების გაუქმება. თავის მხრივ უკრაინული მხარე თვისობრივად სხვა მოთხოვნებს აჟღერებს. ზელენსკის რეჟიმი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ამას როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს. უკრაინა ასევე ითხოვს გარანტიებს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოფიციალური კიევი ისევ მიიჩნევს, რომ ნეიტრალური სტატუსი არაა აუცილებელი და მას უნდა შეეძლოს ნატოში და ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია. დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მხრიდან სავსებით გასაგებია. რამდენადაც უკრაინული არმია გამოფიტულია, რუსები კი წინ მიიწევენ და უკრაინელებს ფრონტის ხაზის შევსება უჭირთ. მაგრამ ზელენსკის რეჟიმის მიერ კვლავ ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრი და ამის წამოყენება მოთხოვნის ერთ-ერთ პუნქტად იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მთავრობა ძველ პოლიტიკურ რეალობაში ჩარჩა და უარს აცხადებს ახალ პოლიტიკურ დღისწესრიგს გაუსწოროს თვალი. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება იყო ის მიზეზი, რამაც რუსეთის პროვოცირება მოახდინა და ამ ომის დასაწყებად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 3 თვის წინ დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოს შესახებ, მაგრამ ზელენსკიმ ეს როგორც ჩანს ვერ გაიგო. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ ნატოს შესახებ. ეს სავარაუდოდ ის მიზეზია, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო. სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, როგორც უკვე აღნიშნეთ, წმინდა ჰუმანიტარულ საკითხებზე მოხდა შეთანხმება. ორივე მხარე თანახმმა 1000 სანაცვლოდ პარიტეტით სამხედრო ტყვეები გაცვალონ. პირველ რიგში დაჭრილი ჯარისკაცები და 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები. ეს ომის დაწყების მომენტიდან სამხედრო ტყვეების ყველაზე მასიური გაცვლა იქნება. რუსულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინელებს წინაპირობის გარეშე გარდაცვლილი ჯარისკაცების სხედრებს გადასცემს. პირველ რიგში ჩვენ ცალმხრივად დათქმების გარეშე უკრაინულ მხარეს გადავცემთ უკრაინელი ჯარისკაცების 6000 ცხედარს, ჩვენ რაც შევძელით მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ. შემდეგ კვირას გადავცემთ უკრაინელებს, რათა მათ შეძლონ ადამიანურად დაასაფლავონ ისინი. ტყვეების გაცვლა რუსებსა და უკრაინელებს შორის აქამდე ხდებოდა, სანამ სტამბოლის ბოლო მოლაპარაკებები დაიწყებოდა. თუმცა ომის ინტენსივობის ზრდასთან ერთად ტყვეების რაოდენობაც იზრდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების შესახებ მათ 16000-მდე შეტყობინება მიიღეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავცვალოთ ყველაზე სერიოზულად დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეები. მეორე კატეგორია ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომელთა ასაკია 18-დან 25 წლამდე. ასევე შევთანხმდით გავცვალოთ 6000-6000-ზე ჯარისკაცთა ცხედრები. აქაც პრინციპით ყველა ყველაზე. მეორე მხარეს მივაწოდეთ ასობით უკრაინელი ბავშვის ვინაობა, რომელთა დეპორტაცია მოხდა რუსეთში. მოვითხოვთ რეალურ აქტივობას ამ ომის დასასრულებლად. პირველი აუცილებელი ნაბიჯები ყველასთვის გასაგებია: ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული აქტივობები და მომზადება ლიდერთა შეხვედრისთვის. თუ რუსეთი სერიოზულად უყურებს ომის დასრულებას, წინ უნდა წაიწიოს ამ ყველაფერზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას პასუხი უნდა გაეცეს საერთაშორისო სანქციებით. რუსული მხარე მხოლოდ რამდენიმე დღიან ცეცხლის შეწყვეტაზეა თანახმა, ისევ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობად კი საკუთარი მემორანდუმის პუნქტების შესრულებას აყენებენ. ჩვენ შევთავაზეთ ცეცხლის კონკრეტული შეწყვეტა ფრონტის ცალკეულ წერტილებზე, დრონების გათიშვით და ასე შემდეგ. ეს პირველ რიგში იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ მეთაურებმა დაღუპული ჯარისკაცების გვამები შეაგროვონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მხარეებმა განიხილეს, ეს არის უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნება, ვინც საომარი მოქმედებების შემდეგ სხვადასხვა მოტივით რუსეთში და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. უკრაინული მხარე და ევროკავშირი რუსეთს ბავშვების გადაცემაში ადანაშაულებს. რუსული მხარე კი აღნიშნავს, რომ ისინი ბავშვების გადარჩენას ცდილობდნენ საომარი მოქმედებებისგან და მათ ბავშვთა სახლებში და ინტერნატებში ანთავსებდნენ, სანამ მათ მშობლები ან უახლოესი ნათესავები გამოუჩნდებოდნენ. უკრაინელები რადიკალურად სხვადასხვა ციფრებს აჟღერებდნენ ასევე იმ ბავშვების თაობაზე, ვინც რუსებმა ომის დროს საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ხანდახან ეს რამდენიმე ასეული ათასი იყო. ხანდახან მათი რაოდენობა მილიონს აჭარბებდა. ეს კი დიდ კითხვის ნიშანს აჩენდა.
ბავშვების დაბრუნების პროცესი 2023 წლიდან დაიწყო. ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღევანდელი მომენტისთვის რუსებმა უკვე 1345 ბავშვი დააბრუნეს. ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ ბავშვების დაბრუნება კვლავ გაგრძელდება, ხოლო უკრაინელები ამ თემით манипулირებაში დაადანაშაულა. უკრაინელების თქმით, თავიდან 1,5 მილიონი ბავშვი იყო გატაცებული, შემდეგ ეს მაჩვენებელი 200,000 გახდა. ამჟამად კი ოფიციალური ციფრი 20,000-ია. ეს ის ბავშვებია, რომლებიც ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ და მათი ევაკუაცია მოხდა. როგორც იქნა ჩვენ მივიღეთ სრული სია, როგორც ხედავთ, აქ 1,5 მილიონი კი არა, არამედ 20,000-ია. აქ კი 329 გვარია. ჩვენ ვიმუშავებთ თითოეული ამ ბავშვის მიმართულებით. ჩვენმა ოფისმა, რომელიც ბავშვების უფლებების საკითხებითაა დაკავებული, ბოლო პერიოდში უკვე დააბრუნა 101 ბავშვი, ხოლო უკრაინული მხრიდან 22 ბავშვი დაბრუნდა, როგორც კი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების მონახვა ხდება, მომენტალურად ხდება მათი დაბრუნება. ეს სამარცხვინო PR კამპანია უნდა შეწყდეს, ყველა ბავშვი დაბრუნდება. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც თავის ბრას ვერ მალავდა და საკმაოდ არადიპლომატიურ ლექსიკას იყენებდა, ამერიკელებს მოუწოდა მტკიცე ნაბიჯები გადადგან და რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესონ. ისინი მზად არიან ცეცხლის შეწყვიტონ 2-3 დღის განმავლობაში, რათა ბრძოლის ველიდან დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაიტანონ. მე მგონია, რომ ისინი იდიოტები არიან, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტა იმისთვისაა, რომ არავინ დაიღუპოს. თქვენ ხედავთ მათ განწყობას. ამიტომაც მე დანამდვილებით მსურს, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მტკიცე ნაბიჯები გადადგან სანქციების ახალი პაკეტის სახით და რუსებზე წნეხი მოახდინონ. როგორც ჩანს, ზელენსკი ბოლომდე ვერ ათვითცნობიერებს იმას, რომ შეერთებული შტატები თამაშიდან გასვლას განიხილავს. შეიძლება უბრალოდ არ იმჩნევს, თავი უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდოს. უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ამერიკელ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა საერთოდ ხელები დაიბანოს რუსეთ-უკრაინის ომიდან და ყველაფერი ევროპას შეატოვოს. თუ ის იგრძნობს, რომ მას იყენებენ და არანაირი პროგრესი არ გამოჩნდება, ის იტყვის, რომ ჩვენ დავამთავრეთ. ევროპას გადაულოცავს და ეტყვის, რომ თავად მიხედონ. ჟურნალისტის კითხვას თუ რა მოუვა უკრაინას, კელოგმა ის პასუხი გასცა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს გლობალური პოლიტიკური დღესწესრიგის ცვლილებაზე და მაყურებელს გააგებინა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ გადაყვება, რადგანაც სხვა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ძვრებს აქვს ადგილი. საქმე მარტო უკრაინას არ ეხება. აქ საუბარი მთელ მსოფლიოზეა. ახლა ბევრად უფრო განსხვავებული სიტუაცია, ვიდრე ტრამპის პირველი ვადისას. მაშინ რუსეთი ცალკე იყო, ჩინეთი ცალკე, ირანი ცალკე, ჩრდილოეთ კორეა ცალკე. ახლა კი ისინი გაერთიანდნენ. მათ აქვთ პარტნიორული და სამხედრო შეთანხმებები, როგორც ჩრდილოეთ კორეასთან. ამის გამო რისკის დონე შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს, თუ სიტუაციას თვალს არ მივადევნებთ. შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდეს და მაშინ თქვენ უკვე რეაგირების პროცესში აღმოჩნდებით. ბუშინ კი დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა. ახლახან ვესაუბრე ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. საუბარი დაახლოებით 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის ავიაბაზებზე თავდასხმა, ასევე ორივე მხარის მიერ განხორციელებული შეტევები. კარგი საუბარი იყო, მაგრამ საუბარი, რომელიც არ გამოიწვევს მყისიერ მშვიდობას. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მტკიცედ თქვა, რომ მოუწევს პასუხი გასცეს ბოლოდროინდელ თავდასხმებს. ამერიკული მხარისგან განსხვავებით, უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ გლობალური ომის პარტიის მარიონეტები ევროპაში, რომლებიც ტრამპის მიერ სამშვიდობო პროცესის დაწყების დღიდან მოლაპარაკებების საბოტაჟს ახდენდნენ. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაპირებებით და მუდმივად იმაზე აპელირებით, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა მოიცავდეს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის საკითხს. უფრო მეტიც, Deep State-ის გავლენის ქვეშ მყოფი ევროპელი ლიდერები ცდილობენ ომის მსურველთა კოალიციაში როგორმე პრეზიდენტი ტრამპით შეიყვანონ. სწორედ ამას ემსახურება ევროკრატების მუდმივი მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ ახალი ამერიკულ-ევროპული ერთობლივი სანქციების დაწესების შესახებ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში მხოლოდ უკრაინის ომი არ შედის. მის ინტერესებში ფრონტის გაფართოვება, მასში მეტი და მეტი ქვეყნის ჩართვა და ბოლოს იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რომელსაც შტატების ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ხმამაღლა და თამამად აცხადებდნენ. რუსეთის სტრატეგიული დასუსტება. ამ მიზნისთვის ევროკრატები Deep State-ის დავალებით გაწირავენ ყველას.
უკრაინელებით დაწყებული და ევროპელებითა და მათი ინტერესებით დასრულებული. ამიტომაც არის, რომ დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიამ პირველ ადგილზე გლობალური ომის პარტიის ინტერესები დააყენა. შედეგი კი ის არის, რომ ევროკავშირმა როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ თავის ჩანაფიქრსა და მიზანზე უარი თქვა. ევროპა კი ყოფილ ევროპად იქცა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.